გამარჯობა, თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის არხზე და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი არის აღმოსავლეთ მცოდნე, ისლამის სპეციალისტი დავით კობერიძე. ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ალბათ მიხვდებოდით ჩვენი სტუმრის რეგალიიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აღმოსავლეთზე, სახელმწიფო სირიაზე, რომელიც არის მე მგონი მთელი მსოფლიოს უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ყურადღების ცენტრში მოქცეული და ჩვენსაც საინტერესოა ეს საკითხი, ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩვენ მაინც მივეკუთვნებით ამ რეგიონს, დაკავშირებული ვართ ამ რეგიონთან, ახლო აღმოსავლეთთან და რაც ყველაზე მთავარია, სირია და სირიაში განვითარებული მოვლენები ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილიც არის და ჩვენ ბატონ დავითთან ამის შესახებ ვისაუბრებთ კიდეც. სირიაში კი მოვლენები მე მაინც ორიოდე სიტყვით შეგახსენებ, თუმცა დარწმუნებული ვარ თქვენ იცით. ძალიან საინტერესო და მოულოდნელად განვითარდა. დაახლოებით ორიოდე კვირის წინათ დაიწყო ამბოხება სირიის რეჟიმის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ. მოხდა ისე, რომ ასადის არმიამ, რომელიც თუ არ ვცდები 200,000 ადამიანს ითვლისო, ფაქტობრივად არ გაუწია წინააღმდეგობა და ამბოხებულებმა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს ერთმანეთის მიყოლებით ქალაქების დატოვება და სადღაც 10 დღეში ასადმა ოჯახთან ერთად დატოვა დამასკო და როგორც შემდეგ გაირკვა, პირველ საათებში არ იყო ინფორმაცია თითქოს ის თვითმფრინავი, რომელთაც ის გაფრინდა სირიიდან ჩამოაგდეს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ რუსეთმა მისცა მას თავშესაფარი. აქ საინტერესო არის ის ფაქტი, რომ რამდენიმე მოთამაშე გამოიკვეთა, არა მხოლოდ თქვათ ისინი, ვისაც ახლა უწოდებენ დემოკრატიულ ძალებს, რაღაც ეროვნულ მოძრაობას სავითხო ორგანიზაციას, რომელიც ჯერ კიდევ ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია, მისი მეთაური ალ-ჯულანი, რომელიც იყო ერთ-ერთი ცნობილი ტერორისტი, ებრძოდა ამერიკელებს, არა მხოლოდ ამერიკელებს სამხედროების სისხლში ავსხელი გასული, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისაც თავადაც კვეთდა თავს, იძლეოდა თავის მოკვეთის ბრძანებებს, მაგრამ ეხა მიექვსის ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა გითხრა, რომ ადრე იყო ტერორისტი, მაგრამ ახლა გამოსწორდა გააცნობიერა თავისი შეცდომებიო. ნუ ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, ბუნებრივია ქრისტიანები ვართ ადამიანის გარდასახვის და მთელი ამბავიც ესაა, რომ ადამიანი და შეიცვალოს და შეიძლება ალ-ჯულანის გარდაისახა, მაგრამ ჩვენ თვალწინ, რატო არის ჩემი აზრით სამაგალითო, როგორც მაგალითი უფრო ზუსტად სირიაში მიმდინარე მოვლენები, რომ გეოპოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და მათ შორის ის რომ ყოფილი ტერორისტი გახდეს ანგელოზი და ალბათ ანგელოზი რომ შემდეგ გახდეს ტერორისტი. ეხლა ასეთი სიტუაცია, ისრაელს ისედაც ჰქონდა თავის პრეტენზიები და დაკავებული ჰქონდა გოლანის მაღლობები, მაგრამ კიდევ უფრო გაიფართოვა თავისი ზეგავლენის არეალი და თქვათ თავის მიზანს მიაღწია ის რომ ბაშარ ალ-ასადის მისადმი ტულად განწყობილი რეჟიმი თქვათ დაემხო და იქმნის ბუფერულ ზონას და ამით უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას. თურქეთი გაავრცელებს ალბათ დაიკანონებს თავის გავლენას იდლიბის პროვინციაში, მაგრამ აი ძალიან საინტერესოა რა მოხდება ქურთები დასახლებულ რეგიონში სირიისა, სადაც ამერიკელების და თურქების ინტერესი, თუმცა აი ამ ბოლო კამპანიის დროს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკელები და თურქები უნისონში მოქმედებდნენ. ესე ძალიან საინტერესოა. თან იქ არის თუ არ ვცდები ამის ენერგორესურსების ძალიან დიდი მარაგები, სადაც ქურთები არიან და აი რა მოხდება იქ, როგორ გაინაწილებენ აი ამ ქურთებზე ზემოქმედებას ამერიკელები და თურქები ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის ბაზა ისევ იქ რჩება, ირანმა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა, ხოლო ახლახან შევიტყვეთ, რომ სირიაში შეიძლება მოეხსნა სანქციები და ალ-ჯულანმა კიდე განაცხადა, რომ ისრაელთან აპირებენ კეთილმეზობლურ და კარგ ურთიერთობას. ერთი სიტყვით, ყველაფერი აირია ახლო აღმოსავლეთში, აირია თუ პირიქით დალაგდა და აი ვთქვათ რა ხდება, როგორ შეაფასებდით თქვენ, ასე უცებ ეს ყველაფერი რატომ დაიწყო და შესაბამისად როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ასე აშკარად ტერორიზმზე ფსონის დადება ეს მალდეც ხდებოდა, მაგრამ ასე აშკარად პირველად მოხდა. ამდენად გადაირია და შეიცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა. კი ბატონო, დავიწყოთ. მიყვეთ თანამიმდევრობით. დიახ. სირიაში რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ამბები ხდება, ზოგადად ახლო აღმოსავლეთში. ეხლა რა არის დღევანდელი მდგომარეობა სირიაში? ვინ არის ეს ალ-ჯულანი, რას აკეთებდა ადრე, ახლა რას აკეთებს და რის გაკეთებას აპირებს?
იმიტომ რომ დღეს ყველას პირზე აკერია მისი სახელი, მისი ორგანიზაციის დასახელება და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს კაცი იყო ორგანიზაცია ალ-კაიდას სირიული ფილიალის ხელმძღვანელი. ახლა ჯერ უნდა ვიცოდეთ ალ-კაიდა რა არის. თუ არ ვიცით მოვლენა რას წარმოადგენს, მე მასთან გამკლავება შეუძლებელია, ხომ ასეა, მედიცინაშიც ასეა და ყველგანს პოლიტიკაშიც ასეა და ტერორისტთან ბრძოლაში მით უმეტეს ასეა, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ რას ვებრძვით. თუ არ ვიცით, შეუძლებელია მისი გადალახვა. საზოგადოებაში დამკვიდრებული დასახელება ამ ორგანიზაციის არ არის სრული. ალ-კაიდა არ არის ამ ორგანიზაციის სრული დასახელება. ალ-კაიდას როდესაც ახსენებენ, როდესაც ამბობთ, მაშინ მოსდევს ხოლმე თარგმანი, რომ ეს არის საფუძველი, ბაზა, ისტორია. ცალკე აღებული ეს სიტყვა ნიშნავს საფუძველს. მაგრამ საფუძველი რაც თავისთავად არაფერ ცუდზე არ მეტყველებს, ხო? საფუძველი ძალიან კარგი საფუძველი, მაგრამ რისი საფუძველი? ორგანიზაციის სრული დასახელება არის ყაიდათულ ჯიჰად, ჯიჰადის საფუძველი. აი ამაშია საქმე. და რატომღაც პოლიტკორექტულობის რაღაც ვიღაცების არ გაღიზიანების გამო ჯიჰადს არავინ არ ახსენებდა თავიდანვე. ორგანიზაციას დაარქვა მისმა დამფუძნებელმა ჯიჰადის საფუძველი და ჩვენ უწოდებთ საფუძველს. ნუ რა წესია ეს ახლა რა არის? ვცეთ პატივი ხო ვიღაცებს და ჭყალებში და დაუძახოთ ის რისი ღირსებიც არიან და რაც სინამდვილეში არის ეს. ეს არის ჯიჰადის საფუძველი, წერტილი. ეს ჯულანი ახლა, ალ-ჯულანი. ეს იყო ისლამური სახელმწიფოს წევრი, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის თანამებრძოლი, რომელიც მივლინებული იქნა სირიაში გარკვეული დამსახურებების შედეგად, ხო? ახლა უბრალო კაცი. თან დამსახურებები ეს ხოცვაა. რა თქმა უნდა, ახლა ლიტერატურაში და ხელოვნებაში მისი დამსახურებები ნაკლებად არის ცნობილი დღემდე. ნახოთ მომავალში რა იქნება. მოკლედ სირიაში მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, სხვადასხვა სახელი, ჯერ ერთი სახელი ერქვა, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ დღეს ამ ორგანიზაციას ეწოდება სირიის აშ-შამის, რომელშიც სირიას მოიაზრება, მაგრამ სხვა ტერიტორიებიც რა თქმა უნდა, განთავისუფლების კომიტეტი, ორგანო და ასე შემდეგ. ეხლა რამდენად უნდა დავიჯეროთ ჩვენ რომ ეს კაცი გუშინ იყო ტერორისტი და დღეს გახდა სავლე გადაიქცა პავლე. ხო, ნუ რა ვიცი ეხლა. წარმოუდგენელი ამბავია, ის ჯერ კიდევ დღემდე ამ წუთამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერეთი ეს ორგანიზაცია ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია და ალ-ჯულანიზე ძებნაა გამოცხადებული და თუ არ ვცდები 10 მილიონი დოლარია პრიზი მისი მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე შესაბამისი ორგანოებისადმი შტატების. ეხლა პირველი განცხადება ოფიციალური რომელიც მან გააკეთა, ეს არ გაკეთებულა არც სირიის რომელიმე დამასკოს აღების შემდეგ, რომელიმე ოფიციალურ დაწესებულებაში, შენობაში, თქვა პრეზიდენტის სასახლეში, არ ვიცი მინისტრთა კაბინეტის რაღაც ხო არსებობს რაღაც პროტოკოლური, მან ეს გააკეთა მეჩეთში, დამასკოში. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეხლა უნდა ვიცოდეთ ერთი რამე, რომ ისლამში საერო და სასულიერო ხელისუფლება განუყოფელია. ესე იყო ყოველთვის. და როდესაც ადამიანი რაიმე ლიდერობას აპირებს, სულიერ ლიდერობას რაღაც რეგიონის, ქვეყნის და ასე შემდეგ, მას აი ესეთი პრეტენზიები გააჩნია. ის არის სასულიერო ლიდერი და საერო ლიდერი. ახლა მას ბევრი თანაშემწე ეყოლება და ყავს კიდეც, რომელიც მის სასულიერო საქმიანობას წინ წაწევენ ბჭყალებში. თქვენ სრულიად სამართლიანად აღნიშნეთ, რომ პირველივე სიტყვაში მან ძალიან ნაკლები ან შეიძლება ითქვას საერთოდ არაფერი არ თქვა ისრაელის თაობაზე, ყოველ შემთხვევაში არ ულანძღავს ისრაელი და პირიქით განაცხადა, რომ ჩვენს მეზობლებთან ჩვენ ვაპირებთ ყველა მეზობელთან, ყველა მეზობელი უშუალოდ ესაზღვრება ისრაელის სახელმწიფო, ხო, სირიას და დავამყარებთ ნორმალურ, ეხლა როგორ უნდა დაამყაროს ალ-კაიდას სირიული ფრთის ლიდერმა მისთვის საძულველ ებრაელებთან კარგი და ნორმალური ურთიერთობა. ხო, ეს არის სრული. ვინ გვატყუებს? ალ-ჯულანი თუ ალ-ჯულანის უკანდგომი ძალები, რომლებმაც უზრუნველყოს ალ-ჯულანის? ყველა გვატყუებს, ხალხონინა. აბსოლუტურად ყველა გვატყუებს. ყველა.
მათ შორის ზოგიერთი ჩვენი უახლოესი მეზობელი, რომელიც თურქეთი, რა თქმა უნდა, ვინ შეერაღა საიდან ახლა ალჯულანის ეს ჰაიათ თაჰრირ შამ ბოლო წლები და ეს არ არის 1, 2, 3 და 4 და არც 5 წელი. ეგრეთ წოდებული იდლიბის პროვინციაში არის ბაზირებული, იყვნენ, სადაც სხვა პატარა დაჯგუფებებთან ერთად ეს წარმოადგენდა ყველაზე მძლავრ ძალას. ეს რეგიონი უშუალოდ ესაზღვრება თურქეთს და თავის დროზე, რა თქმა უნდა, ბაშარ ალ-ასადმა სხვა ბევრ შეცდომასთან ერთად ეს დიდი შეცდომაც დაუშვა და რუსებთან ერთად, რა თქმა უნდა, სადმე რომ გაანადგურებდნენ რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების რაღაც წყაროს, სადმე სირიის ტერიტორიაზე, ყველას ვერ დახურებდნენ იქ, ამიტომ ნარჩენები ვინც იყო, ვინც ტყვეთ აიყვანდნენ ვისაც და ვისაც საჭირო ჩათვლიდნენ, მიერეკებოდნენ ამ იდლიბის პროვინციაში. და ეს იდლიბის პროვინცია გაივსო 100,000-ობით და უფრო მეტი კიდევ ტერორისტებით და პოტენციურ ტერორისტებით. რა თქმა უნდა, რა მოიყარეს თავი იქ ჩამოაყალიბეს თავისი ადმინისტრაცია, იქ რა ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. იქ ხალხმა ფული იშოვა, მათ შორის ამ ალჯულანი ეს ჩაკეტილ სივრცეში, რომელსაც აკვირდებიან გამადიდებელი შუშით ყველა მხრიდან, ხომ? საიდან ეს ამდენი შეიარაღება, ეს უპილოტო საფრენი აპარატები, დრონებით მოქმედება. ეს ძალიან სასაცილოა, რა თქმა უნდა, რომ რაღაც უცებ სპონტანურად მოხდა მათში. ეს მზადდებოდა დიდი ხნის წინ, რა თქმა უნდა. წვრთნა და შეერაღება მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში და შვენივრად გაართვეს თავი ინსტრუქტორებმა. ეს ინსტრუქტორები საიდან შედიოდნენ? ხა ზღვით ვერ შევიდოდნენ, სირიის დანარჩენი ტერიტორიიდან ვერ შევიდოდნენ. ერთადერთი გზა არის თურქეთიდან შედიოდნენ. ის მხოლოდ თურქი ინსტრუქტორები იყვნენ შეგვიძლია? არა, რა თქმა უნდა, არა. იქ ვრცელდება რაღაც ავი ხმები, რომ იქ არა მხოლოდ თურქი ინსტრუქტორები და ერთი ჩვენი მართლა რეალურად მეგობარი ქვეყნიდან არ დავასახელებ ახლა კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, მაგრამ მისი ინსტრუქტორები უპილოტო საფრენი აპარატების ინსტრუქტორებს გზავნიდნენ იქ დაახლოებით 20 ინსტრუქტორზე ლაპარაკი. არა, უფრო ახლობელი და აზერბაიჯანი? უკრაინა. უკრაინას ხოჯის მინდოდა მე ძალიან მეგობარიო რო თქვით დავიბენი. ხო. ძალიან მეგობარ მე არც ბჭყალებში ჩამისვაც არ ვიცი და მე დავიბენი. უახლოესი ხალხია ჩვენი და სახელმწიფო და წარმატებები უკრაინას. არა ეს თავისთავად, მაგრამ მათი დამოკიდებულება სახელმწიფოსია და დავიბენი მე. სიმართლეს გავს, იმიტომ რომ უკრაინელები შემჩნეულები იყვნენ, მათ შორის ცენტრალურ აფრიკაში რუსები. მოკლედ, სადაც რუსი ომობს, იქ აუცილებლად მოინიშნება უკრაინელის კვალი, იმიტომ რომ უკრაინელები ძალიან გაამწარეს რუსებმა და თელს სოფლიოში ისინი იბრძოლებენ რუსების წინააღმდეგ და ეს მოიმკეს რუსებმა, ეს უახლოესი მოძნერი და ძალიან კარგი ვერკეტი არის უკვე დასავლეთის ხელში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელები კი. დიახ, იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ და ვეღარ შერიგდებიან და ეს გასაგებია და ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ამდენი სისხლია შუაში. დაუბრუნდეთ ამ ჩვენს ახლო აღმოსავლეთში. და რა თქმა უნდა, ბატონ დავით, მე მინდა რომ ნათელი იყოს უფრო ჩვენი მაყურებელზე მსმენელისთვის, უკრაინელები თავისი ინიციატივითაც ვერ ჩავიდოდნენ, თუ მათ არ ქონდათ თანხმობა. იქ უკრაინულ შეიარაღებაზეც იყო, ანუ იმ შეიარაღებაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები გადასცემენ უკრაინას, ეს იარაღი ძალიან ბევრ ადგილას ჩანს ხოლმე და მე მაქვს ასეთი ეჭვი, თუმცა მხოლოდ ეჭვია, აი ეს მოსწრებაც, რომ 20 იანვრამდე 5 მილიარდზე ლაპარაკი შეიარაღება გადაეცეს უკრაინას. ეს არა მხოლოდ უკრაინაზეა ლაპარაკი, არამედ სოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, ცხელ ადგილებში, გეოპოლიტიკური დაპირისპირება, სადაც არის დასავლეთსა და რუსეთს შორის, იქ მოხდეს ეს იარაღი, ეს მაინც კითხვის მაყურებლისთვის ვთქვი. კი ბატონო, მე კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ, რომ სწორედ აღნიშნეთ კიდევ ერთი ფაქტი თქვენ, რომ უკვე ისმის ხმები, რომ სირიას ალბათ მოუხსნიან სანქციებს. ყოველმხრივ სანქცირებული ქვეყანა იყო სირია. ამ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სირია, აი ამ კონფლიქტი სუბუქად არის გასული 2011 წლამდე სირია იყო ერთადერთი არაბული ქვეყანა, რომელიც აი უხეში ნათქვამი, მაგრამ ჭამდა და იცვამდა იმას, რასაც თვითონ აწარმოებდა. ვერც ერთი არაბული ქვეყანა ამას ვერ ახერხებდა. ანუ ამდენად თვითკმარი სახელმწიფო. ძალიან თვითკმარი სახელმწიფო იყო სირია. ხა უნდა ვიცოდეთ სირია იყო არაჩვეულებრივი სახელმწიფო. საოცარი ხალხით, თბილი, კაცთმოყვარე ადამიანებით სავსე ქვეყანა. დამასკოს თავზე ყველაზე მაღალ მთა, ისეთი ხო მაღალი ნათქვამია, ყველაზე მაღალ ადგილას დიდი ჯვარი იდგა. ეხლა აღარ ვიცი ის ჯვარი დგას თუ არა. სირიელი მამები.
ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მაინც სირია ითვლებოდა, ნუ აი გავაჩეროთ ქუჩაში და სირია ნუ მუსლიმური სახელმწიფოა. ნუ თლათ ესე არ იყო, იმიტომ რომ იქ ქრისტიანების დიდი გავლენა, არა მარტო ქრისტიანების, ახლა ბაშარ ალ-ასადი ალავიტია, ნუ ეხლა დრუზების უამრავი რაოდენობა ცხოვრობს ეს საერთოდ ცალკე სექტაა და დამასკოში და სხვა ქალაქებშიც უამრავი ეკლესია მონასტერი იყო, ულამაზესი მონასტრები დამასკოს ირგვლივ ნამყოფი ვარ თქვენი მონამორჩილი ამ რამდენიმე ბოლოს მამა დავითი, დავით გარეჯი, ვისი აქ საიდან იყვნენ წარმოშობით წმინდა მამები. რა თქმა უნდა, ნუ ეხლა იმაზე ლაპარაკი რომ სირია უძველესი ტრადიციების და საერთოდ უდიდესი წარსულის მქონე ქვეყანა, ამაზე ნუ აღარ ცხის, იმიტომ რომ ეს ყველა ჩვენმა მაყურებელმა მსმენელმა იცის. იმედია იცის. რა თქმა უნდა იცის. საუბარი იმაზე რომ სირიას ალბათ მოუხსნია სანქციებს, რა თქმა უნდა მოუხსნია სანქციებს, მაგრამ ერთი რამეც რატომ რა თქმა უნდა? იმიტომ რომ ალჯულანი კარგად იქცევა? დაანაწილა ტერიტორიები, აღარ აქვს პრეტენზია. არა, იმის შემდეგ რაც მსოფლიოს სამყარო ძალები გარკვეულ მიზნებს მიაღწევენ, მე იმ ქვეყნებს სანქციები ეხსნება. ჩამოვთვალოთ ეს ქვეყნები, ხო? ლიბია, ავღანეთი, ერაყი, სომალი, გავაგრძელოთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ამ ქვეყანაში. სანქციები მოუხსნეს, კი ბატონო, ლიბია სანქციები აღარ აქვს. იმის შემდეგ, რაც მუამარ კადაფი წავიდა იქიდან, სხვა სამყაროში, გადასახლდა სხვა სამყაროში, ლიბია გახდა ნორმალური ქვეყანა, ხო? ნუ რამდენად ნორმალურია, კითხოთ ახლა ნებისმიერ ლიბიელს. რამდენად ნორმალურია სომალი და ავღანეთი, კითხოთ ავღანელებს და ასე შემდეგ. ასე რომ სანქციების მოხსნა ბევრს არაფერს ნიშნავს თუ საპირისპიროს არა ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ ეს ახლო აღმოსავლეთი ძალიან ჩახლართული სიტუაცია იქ რა ხდება და რა მოხდება ძალიან რთული განსაჭრეტია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ის მოცემულობა ქალტონინო რომ დღეს საქართველოში, აი მე სოციალურ ქსელებში, ნუ არის ვერ ვიტყვი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც კი ზოგგან, რა თქმა უნდა, ყველგან არა დიდი აჟიოტაჟია იმის თაობაზე რომ აი მოიშორეს როგორც იქნა ეს კაცი ჭამია ბაშარ ალ-ასადი და მან ხომ ჩვენი აფხაზეთის და დამოუკიდებლობა აღიარა და სამხრეთ ოსეთის და ასე რა თქმა უნდა აღიარა კი მაგრამ მან კი არ აღიარა ჯერ აღიარებინ ნუ ამას თქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კი ბატონო დაუშვათ მაგრამ ის რომ ერთი ბოროტება მოიშორეს და სიკეთე მოვიდა ეს ნამდვილად არ არის იქ თვითონ სერიალები აი უნდა ნახოთ მოაზროვნე სერიალები რას წერენ რას ამბობენ რაზე ყვირიან ის ამაღლა ყვირიან რომ დავიღუპეთ ჩვენ იმიტომ რომ მათ იციან ეს რა ძალაა ეს ალჯულანი და მის უკან მდგომი ძალები იქ კავკასიელებიც არიან ამ გაერთიანებაში ამ ტერორისტულ გაერთიანებაში კავკასიური დაჯგუფებები დაღესტნური ჩეჩნური საქართველოს მოქალაქეებიც არიან იქ ბევრი აღარ არის მაგრამ არიან ისინი ეხლა მე რომ გითხრათ რომ ისინი სირიის დემოკრატიზაციისთვის იკლავენ თავს ეს იქნება ტყუილი ისინი არ იკლავენ თავს სირიის დემოკრატიზაციისთვის და ახლა პრინციპში ტერორისტები არც მოიკლავენ თავს უკაცრავად ჩვენ რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ მალე დაბრუნდებით დაგველოდეთ ჩვენ კლავეთაში ბრუნდებით განაგზეთ საუბარს ჩვენ სტუმართან აღმოსავლეთ ცოდნესთან ირანის უკაცრავად ისლამის სპეციალისტთან დავით გობერძესთან ბატონ დავით თქვენ თვით რომ აი ეს მოაზროვნე სერიალები აი გახვირიან იმიტომ რომ ისინი ჭრეტენ და ხედავენ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს გამომდინარე ალჯულანიდან და იმ ძალებიდან რომლებმაც ალჯულანი მოიყვანეს რა საფრთხეზე არის საუბარი აქ საფრთხეა მრავალი კუთხით ემუქრება სირიას და არა მხოლოდ სირიას ახლა ჩვენ რა საფრთხე გვემუქრება ამაზეც აუცილებლად ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ეს უპირველესი ჩვენ ამიტომ მნიშვნელოვანი სირიის ამბები ბუნებრივია ეხლა რას წარმოადგენს ეს ალჯულანის რეიდი და მისი თანამეინახეების იქ დამასკოს აღება და ასე შემდეგ ეს არის ჩვეულებრივი ჯიჰადი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ჯიჰადი არანაირი დემოკრატიზაციისთვის ბრძოლა იქ არ არის და როდესაც დამკვიდრებულია ესეთი ტერმინი რომელსაც მე არ ვემხრობი იმიტომ რომ არ არის სწორ ჯიჰადისტი რას ნიშნავს ჯიჰადისტი აი მე მინდა გითხრათ რომ აი ეს ადამიანები რომელიც ისლამური სახელმწიფოს აღზევების პერიოდში 2014-15-16 და შემდეგ ბრუნდებოდნენ ევროპაში ევროპის მოქალაქეები იყვნენ ევროკავშირის პასპორტები ედოთ ჯიბეში მათ ბრუნდებოდნენ მათ აკავებდნენ ნაწილს თქვა ბელგიაში ჰოლანდიაში გერმანიაში საფრანგეთში და ასე შემდეგ და აი მაგალითად ჰოლანდიაში იყო ასეთი პროგრამა მათ ფსიქიატრიულ სტაციონარებში ათავსებდნენ იმიტომ რომ მათთვის იყო აბსოლუტურად გაუგებრო ადამიანი როგორ შეიძლება იქ რაღაცა ეს უაზრო ქმედებები განახორციელოს თავი აიფეთქოს
ესენი ეგონათ აი უკაცრავად გიჟები ეგონათ ესენი არამედ გიჟები არ არიან ესე ეხლა მუსლიმი თუ არ აღიარებს ჯიჰადს ის მუსლიმი აღარ არის ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და ეს ჯიჰადი ციდან ჩამოტანილი რაიმე მოძღვრება არ არის საერთოდ ეხლა მუსლიმი რომელიც არ აღიარებს ჰაჯს ის არ არის მუსლიმი რომელიც არ ლოცულობს არც ის არ არის მუსლიმი ასევე მუსლიმი რომელიც წინააღმდეგია ჯიჰადის ისიც არ არის მუსლიმი ასე ნუ შეგვეშინდება ამის ეს ჩვეულებრივი ამბავია ეს ამიტომ ეს ჯიჰადისტია ერთი და ჯიჰადისტია მეორე ეს რეალობასთან საერთოდ ყველა ჯიჰადისტია არა ნუ დავარქვევ არ არის საჭირო ეს ეპითეტი მაშინ უნდა ვთქვათ რომ ყველა ჯიჰადისტია არა შინაარსობრივად ვამბობ შინაარსობრივად აი მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციაში აი სულ ვამბობ ხოლმე ამას კიდე რომ იცოდეს ახსოვს მასალებში ამბობთ კონსტიტუციის პრეამბულაში წერია რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეერაღებული ძალები და გუშახთა კორპუსი შექმნილია არა მხოლოდ საზღვრების დასაცავად, არამედ ჯიჰადისთვის ალაჰის გზაზე. რას ნიშნავს ჯიჰადი? ისლამის გავრცელება მთელ მსოფლიოში. ნუ რა, ჩვეულებრივია. ცეცხლი და მახული სხვათა შორის. ხო, ნუ ახლა ნებაყოფლობით ვინც მიიღებს, მიიღოს ნებაყოფლობით. სხვა შორის ისლამში არსებობს ასეთი დებულება რომ სამი რამის გამო შეიძლება ადამიანი მოკვდეს დაისაჯოს სიკვდილით. მხოლოდ და მხოლოდ სამი, მეოთხე არ არსებობს. უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისთვის, როგორც წესი ეს უდანაშაულო ადამიანი მუსლიმი უნდა იყოს. ხო, ეს მანჯერში. მე ცოლკრული ღალატისთვის, როგორც წესი კაცებს არ ეხებათ, ეს ქალებს ეხებათ, აი ჩაქოლვა და ასე შემდეგ. და მესამე ისლამიდან გასვლის შესახებ. აი აბოთბილელი ხლა, იმიტომ კი არ დასაჯეს და აწამეს და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი წესი და რიგია ისლამში, რომ გადიხარ ისლამი, უარს ამბობ ისლამზე და მოკვდეს ადამიანი. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ დღევანდელ ახლო აღმოსავლეთს, რომელიც ძირეული კავშირი მათი ამ დღევანდელი სიტუაციის, დღევანდელი მუსლიმების, აი იმ მუსლიმებთან და იმ ისლამურ სამყაროსთან, რომელიც აი მაშინ გაჩენისთანავე რომ მოგვევლინა თვალშისაცემი და ხელშესახებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე იგივეა ზუსტად და ამას არც უარყოფს არავინ. ეხლა დღეს ლაპარაკი იმაზე რომ ეს ჯულანი და მისი მომხრე ეს ზომიერი ისლამისტები არიან. ერთი ისლამისტი რას ნიშნავს და ზომიერი რას ნიშნავს. ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რომ ვიღაცამ სადღაც 1953-54 ან თუნდაც მის შემდეგ წლებში ნუ ესენი კი არიან ნაცისტები, მაგრამ ნუ ზომიერი ნაციზმია ესა და ეს ფაშისტები კი არიან ფაშისტები, მაგრამ კაცთმოყვარე ფაშისტები არიან, ზომიერი ფაშისტები არიან. ზუსტად ესეა ეხლა. რას ნიშნავს ზომიერი ჯიჰადისტი და ზომიერი შეიძლება დანდობილად მოკლავს მაგალითად. არ ვიცი. საწამლავს მოგცემს და თავს კი არ მოყვეს. ნუ თლად ცეცხლს არ წაუკიდებს ადამიანს, მაგრამ რაღაც ტყვიას ესვრის და ასე შემდეგ. ასე რომ სრულიად გაუგება რა არავით არის ზომიერი და უზომო და ასე შემდეგ ეს ეპითეტები სრულიად ზედმეტი აქვს და ვიღაც საამებლად არის მხოლოდ ან უწოდინარობით რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ბევრ ტელევიზიას რასაც აი ნამდვილად ვერ ვიტყვი თქვენს ტელევიზიაზე იმიტომ რომ აი პრაქტიკულად ყოველ დღე ამაზე საუბარი და მადლობა პროფესიონალები საუბრობენ აქ მეტნაკლები სიზუსტით ხო ნუ ზოგი მეტად არის ჩახედული ზოგი ნაკლებად ვთქვათ მე ნაკლებად ვარ ჩახედული მაგალითად ხო ვიღაცა მეტად არის თქვენ ხართ ნაკლებად ჩახედული არ ვიცი ეს ხვის შესაძლებელია მე მასე არ მე ვფიქრობ თქვენ ძალიან კომპეტენტური ტელევიზიების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უმეტესო ძალიან დიდი უმეტესობა ჩვენთან ისე ჩაატარებს ახლა ამ ამბებს თითქოს იქ არაფერი არ ხდება და ეს მარტო მათი ბრალი არ არის ახლა ზოგან არის შემთხვევა რომ მიიწევენ რომელიმე ნუ ცნობილ დოქტორი ადამიანი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და პროფესორის მანტია აქვს მოსხმული საუბრობს ისეთ რაღაცაზე რომ გიკვირს ადამიანს გონია რომ ეს აღმოსავლეთწოდნე და არაბისტი კი არ არის ეს არის რაღაც საერთოდ სხვა სფეროდან მოსული ადამიანი საერთოდ სხვა რაღაცებზე საუბრობს იმის მაგალითად რომ სიმართლე თქვას აი ვისი ბრალია ის რომ ადამიანებმა არიციან სიტუაცია სირიაში რა ხდება რატო ხდება და რა შეიძლება მოხდეს რაც მთავარია ეს არის აი ბოდიშვიხტი ჩემი კოლეგები არიან აღმოსავლეთწოდნეების ბრალი ზუსტად იმიტომ რომ მათ არც თავის დროზე, არც ადრე და არც ახლა არ უხსნიან ადამიანებს რა არის ეს? რა ხდება ეს? არ არის საუბარი იმაზე ჩვენთან რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. აი სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებები რომ არის ჩვენთან უხვი. მე მათ სასწავლო დაწესებულებებს უწოდებ, მაგრამ საგანმანათლებლოს ნამდვილად ვერ უწოდებ, იმიტომ რომ განათლება სინათლეს ნიშნავს, ხო, სინათლიდან მოდის.
მე ამათ უწოდებ ძალიან ბევრ დაწესებულებას სასწავლოდ ჩამაბნელებელი დაწესებულებები, იმიტომ რომ იქ ადამიანი და ბავშვი თავს რომ შეყოფს და შეაყოფინებენ აუცილებლად თავს, იმისგან მე სიკეთეს აღარ უნდა ელოდო, იმიტომ რომ მისი ფიქრების აბსოლუტურად სხვაგან ქრის და ეს არის საზოგადოების გახლეჩვის რეალური გზა. კი ბატონო, შემდეგ ამ საზოგადოებით მანიპულირების საშუალება. თავისთავად. ბატონო დავით, აი თქვენ რასაც ახლა ბრძანებთ. ხო ფაქტია რომ ეს ვთქვათ იციან ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისმა სამსახურებმა. ეს იცის Mi6-ის ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მოქმედმა დირექტორმა და იქ მოქმედმა თანამშრომლებმა. რა მიზნის მიღწევას ცდილობენ? ვერ გეტყვით, მე მაგალითად ძალიან კარგად მახსოვს პრეზიდენტ ობამას სიტყვები იმის შემდეგ, რაც ჩამოაგდეს და დასაჯეს მუამარ კადაფი. აი პირდაპირ თქვა ამ კაცმა, აი აღიარება იყო. ჩვენ ვიცოდით რომ მუამარ კადაფი უნდა მოგვეშორებინა, მაგრამ აი შემდეგ რა უნდა მომხდარიყო, ეგ უკვე აღარ ვიცოდითო. არ ვიცი რამდენად გულწრფელად თქვა ეს, მაგრამ ფაქტია რომ არ იცოდნენ. ხათა შორის აი ჯეფრი საქსის რამდენიმე დღის წინათ გავცელდა მისი ინტერვიუ და ის ამბობს რომ 2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციამ მიიღო პროგრამა რომელთაც იგულისხმებოდა 7 სახელმწიფოში რეჟიმების ჩამოგდება, ესენი იყო ერაყი, სირია, ირანი, ლიბია, ლიბანი, სუდანი და სომალი. პირველი მერცხალი ასე ვთქვათ ჭყალებში უნდა ყოფილიყო ერაყი და არა მიზეზი არ და იმიტომაც ვთქვით და გადავადდა სირიის ამბები, იმიტომ რომ ერაყში ისე სწრაფად ვერ ჩამოაგდეს, ვთქვათ ისე სწრაფად ვერ მოსრულდა ომი, როგორც ვარაუდობდნენ და უკვე 2011 წელსო ობამას ჯერი დადგა რომ ეს განეხორციელა პროგრამა და კანონის სახე ეს უკვე სკოტ რიტერმა თქვა, აი კანონის სახეც კი ქონდა რომ ჩვენი მოვალეობა არის რომ ჩამოვაგდოთ ასადის რეჟიმი ეხლა მე თავს ვერ დავდებ იმ სისულელს ასადის რეჟიმი სირიაში ასადის რეჟიმს დიდი ხანია მოხდებოდნენ. კი, 2001 წლიდან. თქვენ რა ქვეყნები ჩამოთვალეთ? ეს არის არამონარქიული ქვეყნები. როგორ არაბულ ქვეყნებში მონარქიები სადაც არის, იქ დემოკრატია ყვავის თუ რა ხდება? არა, მაგრამ მე მგონი ვერ შეარყის. არ უნდა, იმიტომ რომ რატომ უნდა შეარყონ? რატომ უნდა შეარყონ? ყველაფერი ინტერესებზეა. ხომ? თავის დროზე სირიის ხელმძღვანელობამ ბაშარ ალ-ასადმა არ გაითვალისწინა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი რეგიონში. არ გაითვალისწინა და მიიღო ის შედეგი, რაც დგას დღეს. ბაშარ ალ-ასადი გაითვალისწინებინა რა ასეც ისე სწხოვდნენ. ვერ გეტყვით, იქ მრავალი რამ იყო და კიდე ბევრი რამ შეიძლება ყოფილიყო. ეს როგორც წესი ესეთი ინტერესების გათვალისწინება კულუარებში ხდება, ხო მართალია. იქ რა თხოვნებია და რა ინტერესების დაკმაყოფილება ვერც გავიგებთ და ფაქტია რომ ამის გაუთვალისწინებლობამ ბაშარ ალ-ასადს ამოაყოფინა თავი რუსეთის ფედერაციაში, ხო? ეხლა უნდა წარმოვიდგინოთ რა დღეშია ეს კაცი. ბევრი იტყვის რომ ღირსია და იმიტომ და ასე შემდეგ. მაგრამ ასადების ხელში სირიაში იყო ძალიან დიდი სტაბილურობა. სტაბილურობა იყო სირიიდან საფრთხე არ ემუქრებოდა არავის, საერთოდ არავის. ნუ მეტყვიან ეხლა კი ლიბანში ყავდა ჯარები შეყვანილი კი ყავდა გასაგებია. მაგრამ ჩვენ გვემუქრებოდა საქართველოს. ჩვენ პირველ რიგში ვიფიქრებთ ჩვენს თავზე, ჩვენს სახელმწიფოზე და ჩვენი სახელმწიფოს მომავალზე. არ გვემუქრებოდა. დღეს გვემუქრება? გვემუქრება. აი რა გვემუქრება ჩვენ იქიდან გამომდინარე რაც მოხდა სირიაში, ბატონო და ესეც მინდა ხაზგასმით ვთქვა რომ ჩვენი საზოგადოება, აი ჩვენ ვიცით ხო როგორი პროცესები მიდის ქვეყნებში, რომ აი ვშორდებით ევროპას, აი აბსოლუტურად ამოვარდნილი იმ სოფლიოში მიმდინარე პროცესების კონტექსტიდან რომ გავეღუზებთ ხვალ ჩელიაბინსკში და კარგად ევროპას და აი ჩვენი ახალგაზრდები არიან მე მაგალითად ვფიქრობ რომ მე არც ხა სხვების ზემოქმედებით თუ გულწრფელად, მაგრამ ისინი მართლა შეშინებულები არიან რაღაცა. მე ასე ვხედავ ამ პროცესს, მე არ ვიცი ხა გულწრფელად ვიღაცამ ჩაუნერგა, მე მგონი ეს манипуляციის შედეგია, თან უნებლიე манипуляციისაც შეიძლება ხო სულ ესმოდათ ეს და შეშინდნენ და შეშფოთებულებენ და ამ დროს სრულიად სხვა პროცესები ხდება ამ სოფლიოში, ამოვარდნ თქვა უკრაინის მაგალითზე ვერ მიხვდნენ.
ჩვენზე ვერ მივხვდით სხვა თემა 2008 წელს უკრაინის მაგალითზე ეხა სირიის მაგალითზე ტერორისტი რო დემოკრატი გახდა და დანაწილდა სირიის ტერიტორიები აქაც კი თუ ვერაფერს ხვდები და ჩვენ ისე ვამბობთ რომ რა უბედურება გვეწია ჩელიაბინსკში გავიწვიეთ უთხრათ რა უბედურება გველის ამ მაგალითის გათვალისწინებით რაც სირიაში აი ამ კონკრეტული მაგალითის გათვალისწინებით რა გველის და რა შეიძლება გველოდეს და მე დიდი იმედი მაქვს რომ ისინი ვისაც ევალებათ ამ საფრთხეების განეიტრალება და მათთან შებრძოლება გააკეთებენ ამას და არიდებენ ყველანაირ საფრთხეს ჩვენს ქვეყანას. აი ჩვენ დავიწყეთ ამას საუბარი რომ რისთვის იბრძვის ეს ხალხი ეს ალჯულანი და კავკასიიდან წასული მებრძოლები და იგივე საქართველოსდან წასული საქართველოს მოქალაქეები რისთვის იბრძოდნენ და რისთვის იბრძვიან დღეს. მათი ინტერესი არ არის სირიის დემოკრატიზაცია, ეს უნდა ვიცოდეთ აუცილებლად. იგივე აი ეს ყბადაღებული იგილ, ISIS და ასე შემდეგ ეს დასახელებები, რომელიც ესეც უნდა ვიცოდეთ 2014 წლამდე არსებობდა ეს დასახელებები. იმიტომ რომ ეს იყო ისლამური სახელმწიფო ერაყსა და შამში, ესე ვთქვათ, ხო? როდესაც სახალიფო გამოცხადდა 2014 წლის ივნისის ბოლოში იგილის, ISIS-ის და მსგავსი დასახელებების გამეორებისთვის აი ამ წარმონაქმნის ტერიტორიაზე ხალხს სჯიდნენ. იმიტომ რომ ამ წარმონაქმნს დაერქვა სრულიად კონკრეტული სახელი. ისლამური სახელმწიფო. სახალიფო, კი ბატონო. ისლამური სახალიფო, არა ისლამური სახალიფო არ არსებობს. მინდა გითხრათ. სახალიფო ან ისლამური სახელმწიფო. რას ნიშნავს? საბჭოთა კავშირი. აი მარსიდან ჩამოსულ ადამიანს, ხო, ბჭყალებში. აი რა უნდა რა არის საბჭოთა კავშირი? სადაც საბჭოთა კავშირი უნდა ყოფილიყო ყველგან. არა მხოლოდ რუსეთში, საქართველოში, ესტონეთში, პოლონეთში და მათ შორის ბრაზილიაში, არგენტინაში, მთელს მსოფლიოში. ჩინეთში, რა თქმა უნდა. ისლამური სახელმწიფო, ну აი სამ ვრცელდებოდეს, ყველგან უნდა ვრცელდებოდეს. ისლამური სახელმწიფო. როგორც ამაგდა დემოკრატია ამერიკელებსაც უნდა ვრცელდებოდეს ყველგან. ტოტალიტარიზმი არის ტოტალიტარიზმი. განსხვავება არ არის, ეს არის ბოლშევიზმი, ფაშიზმი თუ ხალიფატიზმი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს უნდა გავრცელდეს ყველგან აბსოლუტურად და ისინი არც მალავენ ახლა ისლამური სახელმწიფოს ლიდერები საერთოდ არ მალავდნენ ამას. შექმნილი და დაორგანიზებული ჰქონდათ თავისი ვილაიეთები, ანუ პროვინციები. კავკასიის ვილაიეთიც არსებობდა. და არა ჩვენთან ზოგიერთ იმედი ჰქონდა რომ ეს ჩრდილოეთ კავკასიის ვილაიეთი. არა ბატონო, ჩრდილოეთს არა, ზოგადად კავკასიის ვილაიეთი არსებობდა. ინდოეთის ნახევარკუნძულის ვილაიეთი არსებობდა, არაბეთის ნახევარკუნძულის და ასე შემდეგ. გეგმები ძალიან დიდი ჰქონდათ, ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რაც კი დაკარგულად მიაჩნდათ, მათ შორის ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ. ამაზე გაჩერდებოდნენ, რა თქმა უნდა არ გაჩერდებოდნენ. აი ეს არის საფრთხე. ის ხალხი უკვე ვიდეოებია გავრცელებული, ჩანაწერები არსებობს, ნანახი მაქვს მე. გავიმარჯვეთ, მებრძოლები, კავკასიელი მებრძოლები, გავიმარჯვეთ, ავიღეთ ჰომსი, ავიღეთ ჰამა, ვიღებთ დამასკოს და გველოდეთ კავკასიაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქიდან 50000 კაცი დაიძრება და წამოვაჯა. ერთი ნუ იქ თურქეთია, იქ რაღაც სხვა ძალები მოქმედებს, მაგრამ 30 კაცი რო ჩამოვიდეს ამ განზრახვით და დაიწყოს სამკაციანმა ჯგუფებმა მოქმედებები, ეს ჩვენი უსაფრთხოების ახალწლო ისინი იციან პეტარდების სროლა ჩვენთან და ალბათ ეს ხალხი წარმატებას აღწევს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, იმ ქვეყნებში, სადაც არის დიდი არეულობა. ამიტომ ჩვენთან ეს არეულობა უნდა დამთავრდეს სასწრაფოდ. დღეს გუშინ უნდა დამთავრებულიყო. როგორ უნდა დამთავრდეს, ეს მე არ ვიცი. მაგრამ ნებისმიერი გზით უნდა მიიღწეს, რა თქმა უნდა, მშვიდობიან ხერხებზე ალაპარაკი, იმიტომ რომ იქ უცხო ხალხი არ დგას იქ და სხვა ქვეყნის, თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ეს ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას იქ დიდწილად, ხო? ეს ამბავი უნდა დამთავრდეს, რომ არავის არ მიეცეს თუნდაც მცირედით ამის გამოყენების საშუალება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ამის საშუალება. ბატონო დავით, აი როგორ შეუთავსდება ერთმანეთს სახალიფოს ბირთვის მიზნები თურქეთის მიზნებთან. მე წინა გადაცემაშიც ვთქვი, წინა კვირას რო გქონდა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტომ თურქეთის გამგავსა ინფორმაცია, რომ ჩვენ გავათავისუფლებთ ალეპოს, დამასკოს, სხვა ქალაქებს და დაუბრუნოთ კანონიერ მფლობელს, ანუ თურქეთი იგულისხმებოდა.
და შემდეგ ჩვენ მოვალთ ზანგეზურში, ანუ მოვალთ კავკასიაში იგივე. და ეს ინტერესები არ ეჯახება ერთმანეთს? არ ეჯახება, ისინი საერთო ენას ყოველთვის მონახავენ, აგერ მონახებს ჩვენი ერთი ენა. მონახავენ საერთო ენას. სხვა შორის იმ ჩამონათვალში ერდოღანი ყოველთვის პრეზიდენტი ერდოღანი ყოველთვის ხაზს უსვამს ხოლმე ერთ დოკუმენტს, რომელიც მოქმედია და ყოველთვის მოქმედი იქნება თურქეთის რესპუბლიკაში. ეს არის ერთწოდებული ეროვნული აღთქმა. კი ბატონო და მე კი მე დავნენ რომ იქ არის ხო აჭარაზე საუბარი. აჭარაზე არის, იქ არის ბათუმზე. ბათუმზე კი ბატონო. მნიშვნელობა არა. ბათუმი კი არა. თურქოლოგები ციხისძირი რო იყოს მხოლოდ ამ იქ არის საუბარი და ნუ მე მითხრეს რომ მე რაღაცას ფანტაზიო. არ ფანტაზიობთ, ეს დოკუმენტი არსებობს და დებს ეს დოკუმენტი და მასზე ხშირად აპელირებს პრეზიდენტი ერდოღანი და კი ბატონო ფანტაზიორობთ, ტყუილია ეს ყველაფერი. ოკეი, შემდეგ რა? ხალხი ფიქრობს ამაზე. კი როგორ დამითხეს რომ ეს აბსოლუტური ცილისწავება გაუნათლებლად შემხდა თურქოლოგები ამაზე იცინიან რომ მხარი ჩვენ უნდა ვიტიროთ თუ ჩვენ ყავს ისეთი თურქოლოგები რომლებიც ამაზე იცინიან რომ ეროვნულ აღთქმაში თურქეთისაში მსგავსი არაფერი არ წერია და საერთოდ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს ეს დოკუმენტი არ გაუქმებია არავის რა თქმა უნდა არ შეუძლებელია მისი გაუქმება და თურქოლოგები მინდა გითხრათ რომ არ იცინიან კი ხო აი ასე მითხრეს კი ბატონო ერთ-ერთი საკუთარი ინტელიგენტი შტაბეშტილებას ტოვებდა ადამიანი მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეს მან არ იცოდა. ვთქვათ ისინი კი მონახავენ ერთმანეთში საერთო ენას, მაგრამ მე ისე ვიქმივდივარ და ჩვენ ვერაფერს ვერ ვწყვეტ, ჩვენ მარტო ის გვაწუხებს რომ კარგავთ ევროპას და ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში. ამის იქით ჩვენი აზროვნება ვერ მიდის სამწუხაროდ, ამიტომ მიწევს მე იმის თქმა, რომ რას აკეთებს, ვთქვათ, ასაკეთებენ სხვა სახელმწიფოები. ეს უცნობია დასავლეთის ამერიკის სპეცსამსახურებისთვის ფიქრობენ რომ მოხდეს კავკასიის სირიიზაცია ანუ ეს მართული ქაოსი მათ ხელს მისცემს ამ ხელა მონაკოედზე თავის შუა აზიით იცით ამაზე ძნელია საუბარი ახლა ამერიკის პოლიტიკაზე კავკასიაში სამხრეთ კავკასიაში თუმცა შეიძლება ამაზე საუბარი ზოგიერთი ვერსიით ხელს მისცემს ზოგიერთით არ მისცემს მაგრამ მოდით ისევ სირიას დაუბრუნდეთ. არ არის სავალდებულო რომ ალ-ჯულანი მხოლ ეს სახალიფო გამოაცხადოს და არ გამოაცხადებს ნამდვილად. არ გამოაცხადებს ამის საშუალებას მას არ მისცემენ, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ სირიის ეთნო-კონფესიური შემადგენლობა იქ არის ისეთი სიჭრელე რომ აი ეს სირიელები, შეგნებული სირიელები ტყუილად არ ტირიან დღეს, იმიტომ რომ მათი გაერთიანება და ერთი დროში თქვენს მოგწევა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ისინი ყველაზე კარგად იცნობენ ალ-ჯულანის და მის ფსიქოლოგიას და მის იდეებს და იმ წყაროს და იმ საფუძველს, იმ ალ-კაიდას, საიდანაც მოდის ის. ამიტომ მას ნდობა ექნება ქვეყნის შიგნით აი ამ ეთნოკონფესიური სხვადასხვა ჯგუფებიდან ნულის ტოლფასი, იგივე ქურთები არასოდეს არ ენდობიან მას, არასოდეს ქურთები საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალა არის. მესამეც ფლობენ ხო ტერიტორიის უკავიათ თუ არ გაწირეს იქ კიდე ბევრი საფრთხე იქ ისლამური სახელმწიფოს აი ცალკეული ბუდეები ძალიან გამოცოცხლდა ამ დღეებში ძალიან და ამერიკელებს ყველაზე მეტად მათი ეშინიათ და არა ალ-ჯულანისა კი რა ფიქრობ რომ ესენი დააჯახონ ერთმანეთს და სირიის ტერიტორიაზე ნუ ეს მომხდარა უკვე და ძალიან ცოდვა ძალიან მეწოდება სირიელი ხალხი მე გარდა ამისა სხვა ჯგუფებიც ხო იგივე დრუზები იგივე ალავიტები ესენი მათთვის ამ ალ-ჯულანის თანამოძმეებისთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ხალხი საერთოდ მიუღებელი ხალხია ეხლა დღეს თუმცა ვითომ მოლაპარაკებებს აწარმოებსო ხო ეს ჩვეულებრივი აი პირდაპირ დავარქვათ სახელი აღმოსავლური თვალთმაქცობის მეტი ამაში არაფერი არ არის თავიდან ვიღაცებს შეხვდება მოილაპარაკებს თუმცა დასავლური თვალთმაქცობაც აშკარაა უკვე თავისთავად მაგრამ აღმოსავლელები მაინც უფრო ძლიერები არიან ჯობნიან ძალიან იმიტომ რომ ტრადიციები აქვს დიდი და თვალთმაქცობის ისტორია არის აღმოსავლეთის ისტორია თავიდან ბოლომდე. კი ბატონო. და ბატონო დავით აი ეს მე მაწუხებს ეს ამბავი და ზანგეზურის დერეფნის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აი მუდმივად დგას ხო ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ მოვლენ კავკასიაში მართლაც ან ჩვენ და სომხეთი ვართ ამ შემთხვევაში სუსტი რგოლი მთელს კავკასიაში ეს რო ნუ კიდევ ოსებიც კალდონინო არა აქ ეს საფრთხე უახლოესი პერსპექტივის არ არის მაგრამ რატო არ უნდა ვიფიქროთ რა თქმა უნდა რა შეიძლება მოხდეს ნუ ვიფიქრებთ და სხვა ხო არ იფიქრებს ამაზე ეხლა რაც შეეხება ზანგეზურის კორიდორს
დიდი სურვილი აზერბაიჯანის თურქეთის და ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ აქ არის ერთი მოთამაშე, რომელიც არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამის გაკეთებას. არავითარ შემთხვევაში. მეც აი ამ საფრთხეს ხედავ. იომებენ? არა. თურქეთის და ირანის ომი როგორ წარმოსადგენია? ძალიან ძნელი, ხო? ეს დამღუპველი შედეგები ექნება ამას ერთისთვის, მეორესთვის, ჩვენთვის თავისთავად ცხადია. ეს არის მიუღებელი მათთვის. ამიტომ თურქეთიც აზერბაიჯანის დაკმაყოფილდეს იმ სატრანზიტო საშუალებებით, რაც არსებობს დღეს. ანუ საქართველოს გავლით, მშვენიერი კეთილგანწყობილი ხალხი ვართ მათ მიმართ. გულღია, ტრასები გვაქვს, ახლა განმოვითარებთ კიდე, აი პორტი აშენდება ახალი და ასე შემდეგ და იარონ აქ რატო მაინც და მაინც ზანგეზური. ნახევრად ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ზანგეზურის კორიდორის გახსნაზე მე მგონი ეს შემთხვევა, როდესაც ამერიკის და ირანის ინტერესები დაემთხვევა ახლა ერთმანეთს. ესეთი რამ ხდება ხოლმე, ხშირად ხდება ასეთი რამ. ძალიან ხშირად ხდება ისტორიაში და თანამედროვეობაში ასეთი რამ. კი ბატონო. ერთი შეხედვით ესეთი მოკავშირეები ხო ბჭყალებში, ხო როგორ წარმოვიდგენთ რუსეთის და თურქეთის მოკავშირეობა, აბსოლუტურად გამორიცხული ნონსენსი, ხო? აი დაეტაკა ერთმანეთს აი სირიის ტერიტორიაზე, აი თურქეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსები გამოედევნათ, თუმცა რუსები ჯერ არ გამოუდევნათ. აი ეს არის ძალიან საინტერესო. აი მეც უყურებ რა ბედი ეწევა რუსეთის ბაზას და როგორც მე ვასილმა მითხრა პაპავამ გუშინ უკვე სირიის რუსეთში სირიის საელჩოზე აი მალჯულანის ამ ძალის დროშა აღმართეს იმის პარალელურად რომ თქვათ მიიღო ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები ესეთი რამ მოხდა და შეიძლება რომ რუსეთის ბაზაც დარჩა. მესმის აღარ რთული სათქმელია, მაგრამ რომ ყველამ დაიკმაყოფილოს თავის ინტერესი, ეს რაღაც გარიგებაზე ძალების მიუთითებს, რომ მარტო ასადი გაიწირა. გავიხსენოთ სულ რამდენიმე თვის წინ განცხადებები, რომელიც არაერთხელ გააკეთა პრეზიდენტმა ნეთანიაჰუმ, რომ სულ ცოტა ხანში თქვენ იხილავთ ახლო აღმოსავლეთის რუკის გადაკეთებას. ამას ზოგმა მიაქცია ყურადღება, ზოგმა არ მიაქცია ყურადღება. ჩვენ აი მის მომსწრეები ვართ დღეს. და ეს შეიძლება მოხდეს სირიის ხარჯზე. ისრაელი არავითარ შემთხვევაში აღარ მოინდომებს ზედმეტი ტერიტორიების მიტაცებას სირიისას. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ რისხვას გამოიწვევს დანარჩენი არაბული სამყაროსი. მაგრამ მისი ინტერესი რომ აქ ირანი არ ფიგურირებდეს სირიის ტერიტორიაზე, ემთხვევა არაბული სამყაროს ინტერესებს, იმიტომ რომ არაბებს რა თქმა უნდა არ უყვართ, მუსლიმებს არ უყვართ, ებრაელებს ძალიან არ უყვართ. მე შემიძლია მე ცალკე გესაუბროთ ამ თემაზე, რატო არ უყვართ, რა დონეზე არ უყვართ, მაგრამ უფრო მეტად არ უყვართ ირანელები, იმიტომ რომ ისინი შიიტები არიან, სუნიტების და შიიტების შერიგება გამორიცხულია, აბსოლუტურად გამორიცხულია. ისინი უფრო ადრე შეურიგდებიან ებრაელებს ვიდრე შიიტებს. ეს არის კიდეც ჩვენთვის აი ამ წინააღმდეგობაზე თამაში ერთგვარი ბერკეტი. ალბათ ამ სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით გამოსვლისთვის ისრაელი მუდმივად სარგებლობს, ისრაელის სახელმწიფო მუდმივად სარგებლობს ამ ეთნო-კონფესიური წინააღმდეგობებით, რაც არის არაბებს შორის. ეს არის დაუძლეველი წინააღმდეგობები, აბსოლუტურად დაუძლეველი და ეს იქნება ყოველთვის. და ბატონო დავით, აი მორიოდე დღის წინათ გავცელდა მე თავს ვერ დავდებ, ხა წყარო რამდენად სანდო არის და 100%-იანი, თითქოს თურქეთის ტელევიზიით, თუმცა იყო იქ სკრინი, ასე ვთქვათ, აი ამ გადაცემიდან, მაგრამ ხო იცით ხა დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში და თანხელოვნური ინტელექტის არსებობის პირობებში ძალიან რთულია გაარჩიო რა არის ნამდვილი და რა თქვენ რა იცით ამის შესახებ, რომ რუკა იყო წარმოდგენილი, რომ როგორი არის თურქეთის სამომავლო რუკა და სომხეთის საქართველოს ნაწილი იყო მოაზრებული დანარჩენზე არაფერს. ეს ცნობილი რუკაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეროვნულ აღთქმასთან. პირდაპირ კავშირში, სადაც ბათუმი მოქცეულია თურქეთის შემადგენლობაში. 2050 წლისთვის არის ეს გეგმა. მაგრამ იქ უნდა იყოს გარკვეული პირობები დაკმაყოფილებული. იქ რაღაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და აქ რეფერენდუმმა ხმა უნდა მისცეს მავანს ვიღაცას. ეს მარტივად არ არის შემოვიდეს წაიღოს. ესე არც იქ წერია სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეროვნულ აღთქმაში არ წერია, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიდეთ აჭარაში და წამოვიღოთ. თუმცა ის წერია, როგორც მე ვიცი და თქვენ გამისწორეთ თუ არასწორად ვიცი, რომ დროებით თამობს ამ თავის ტერიტორიას.
დროებით. ეს უკვე სხვა დოკუმენტებზე არის ლაპარაკი, ასახული, მაგრამ ეს რუკა პირდაპირ კავშირში, ეს რუკა არის თანდევი რუკა ეროვნული აღთქმის. იქ არის ბათუმი მოქცეული თურქეთის შემადგენლობაში, რომლისგანაც მე არამხოლოდ იმედი მაქვს, ვიცი რომ ღმერთი დაგვიფარავს. ხო, სხვა დამფარავი ჩვენ ამ სიტუაციაში არ ხავს. ვინ შეიძლება გყავდეს? ხო, მეტი არც არავინ. და თუ შეიძლება ბანდავ ახან გვაქვს ჩვენ კიდევ ცოტა დრო რომ ვთქვათ რომ აი რა დოკუმენტებია თურქეთში რომელიც გამოხატავს საკანონმდებლო დონეზე აქვს საფუძველი უფრო ზუსტად აი ამ თურქეთის სურვილს მიიკუთვნოს აჭარა აჭარაზე მაინც ნუ ვისაუბრეთ ბათუმზე ვისაუბრეთ. კი ბათუმი ვთქვათ კი ბათუმი. აი ეს დოკუმენტი რომელიც მოგახსენეთ 1920 წელს მიღებული პაქტი ეროვნული პაქტი ანუ ეროვნული აღთქმა. აი ამაზეა საუბარი. ამაზეა საუბარი და მხოლოდ და თუ არსებობს რაღაც საფუძველი რომ აი აქ არეულობის შემთხვევაში ან თუ არ ვიცი მე რუსეთი დაგვესხა თავს ან თეორიულ სცენარებს ვამბობ ნებისმიერ ამ აი გადაიკეტა ეს საავტომობილო ტრასა რატომაც მათ შორის ხო ცხინვალში არის სამხედრო ბაზა კი მის რო ეს არის ცენტრალური აზიის ახლო აღმოსავლეთის გასაკონტროლებლათაც რეგიონის მთლიან და მარტო ჩვენთვის არ არის მაგრამ ხო მოიცავს ამ საშიშროებასაც რომ შეიძლება გადაიკეტოს რამდენად არის არსებობს სამართლებრივი საფუძველი ვიფიქროთ რომ თეორიულად თურქეთს შეუძლია დაიკავოს ბათუმი იცით რა ამაზე ეს ძალიან ხმამაღალი განცხადება იქნებოდა ჩვენი მხრიდან ეს რო გავიკეთებ თეორიულად რა არსებობს ამის თურქეთი ისევე როგორც ნებისმიერი სხვა აღმოსავლური სახელმწიფო კლასიკური აღმოსავლური სახელმწიფო ფიქრობს რაღაც თავის ტერიტორიების გაფართოებაზე გავლენების გაფართოებაზე ეხლა ერთი მარტივი მაგალითი ძალიან თურქეთის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდან მისი ბიოგრაფია საგარეო საქმეთა მინისტრობამდე ის იკავებდა თურქეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტს. უზარმაზარი თანამდებობა და ყველა საინტერესო ეგ არის. ყველა საინტერესო ის არის მანამდე რა თანამდებობა ეკავა და საიდან მოხვდა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტზე. მანამდე იყო თურქული ორგანიზაცია ტიკას ხელმძღვანელი. ეს ტიკა აქტიურად მოქმედებს საქართველოში. მე ძალიან მიყვირს ხოლმე რომ რაღაც ჩვენი ორგანიზაციები, მათ შორის სასწავლო პროფესიული ორგანიზაციები და სხვაებიც, ეს არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია შეხედვით, მაგრამ ეს არის თურქეთის სახელმწიფო და რელიგიური ინტერესების გამავრცელებელი ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში. რატომ არ კითხულობენ ის ორგანიზაციები ჩვენთან, ვინც იღებენ უცხოეთიდან აი ამ დახმარებას, საქველმოქმედო დახმარებას, ისინი გრანტებს იძლევიან და აფინანსებენ გარკვეულ პროექტებს. რასაუბრობთ, გრანტების შემოწმება არ შეიძლებაო ჩვენ. არა, როგორ არ შეიძლება დაეკითხონ, ვინ არის ეს ტიკა? ნუ ხო არ შეიძლება რაღაც პერიოდის წინ გაურკვეველი სახის ორგანიზაციისგან ვიღაცას მიეღო რაღაცა დახმარება, ხო? ნუ იკითხონ, არიან სპეციალისტები ჩვენთან, ვინ არის ეს ტიკა, რა უნდა ამ ტიკას? და მე ფინანსურ დახმარებას მოსდევს ვალდებულებები, ხომ ესეა? ვალდებულების გარეშე არ არსებობს ფინანსური დახმარება. ამიტომ ეს ჩვენი ჰაკან ფიდანი აი იქიდან მოდის. იქიდან მოდის. ეს არის და ესეთი ორგანიზაცია თურქული მარტოობაში არ არის. კიდევ არის ბევრი თურქეთის საერთაშორისო გვერდზე კიდევ ერთი ორგანიზაცია ესეთი. აი დიდი აბრაა გამოკრული და ქვია მუსიად. კი ბატონო. კიდევ სხვა ორგანიზაციებიც არსებობს. სასწავლო ორგანიზაციებზე აღარაფერს ვამბობ ისინი მრავლად. ქვემო ქართლში აჭარაში რამდენიც გნებავთ ლიტერატურის შემოდინებაზე ხო ლაპარაკი არ არის საერთოდ რა სახის ლიტერატურა შემოდის აი დამიძახონ განათლების სამინისტროში და მოახსენებ რა ლიტერატურა შემოდის რას ასწავლიან აქ მათ მოქალაქეებს ჩვენ მოქალაქეებს ხო თუ არ იციან მე ვეტყვი თუ იციან საჩანს მათი ნამოქმედარი რატო არ მოქმედებენ რატო უშვებენ იმას რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ასწავლიან სადღაც დაბეჭდილი გაურკვეველი წარმოშობის სრულიად გარკვეული და გარკვეული მიზნებისთვის დაბეჭდილი წიგნებით რატო ხლეჩენ ჩვენ საზოგადოებას და რატო ქმნიან პარალელურ საზოგადოებას რატო უწყობთ ხელს ამაში აი თქვენ ტელევიზიის საშუალებით მივმართავ ბატონო განათლების მინისტრო დამიძახეთ და მოგახსენებთ გაინტერესებთ არ გაინტერესებთ კი ბატონო მე ვფიქრობ რომ როდესაც ამას გამოვაქვეყნებ სოციალურ ქსელშიც დავთაგავ განათლების სამინისტროს იმედია დაინტერესდება იმედია კი არა უნდა დაინტერესდნენ აუცილებლად იმიტომ რომ ამაზე გადის
ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება, იმიტომ მშვენიერ დღეს, როცა დღეს ჩვენ ვხედავთ ამ დაპირისპირებას ჩვენს ახალგაზრდებს შორისაც და ახალგაზრდებთან აი ასეთ წინააღმდეგობას, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ახალგაზრდები გამოვიდნენ და თქვან რომ როგორც ახლა ევროპას ვკარგავთ, ახლა მაგალითად აღმოსავლეთს ვკარგავთ. სავსებით შესაძლებელია, მე მგონი და ისინი გახდნენ დასაყრდენი სწორედ აი ამ ჰუმანიტარული ბრჭყალებში და საგანმანათლებლო დახმარების შედეგად. ამისთვის მუშაობა საჭირო და ყველამ უნდა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე, ვინ არის მტერი, მოყვარე, ვის რა უნდა ჩვენგან და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ჩვენი ინტერესები გქონდეს გატარებული ცხოვრებაში. ძალიან მარტივია ერთ შეხედვით. ერთი შეხედვით ძალიან მარტივია. და ბატონ დავით, აი არის ხო მოსაზრება, რომ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება თურქეთისთვის იყოს ხელსაყრელი, არ ვის აწყობს არეულობა საქართველოში. გასაგებია, რომ ჩვენ ვერანაირ გარდატეხას ვერ შევიტან და ეს ყველა მხარე მიცის ჩვენი ბრძოლის უნარიანობა. ჩვენ ეს ვაჩვენეთ 2008 წელს, რომ 5 დღეზე მეტი გაძლება ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ პარტიზანული ომები არ შეგვიძლია. მე მახსოვს იგივე იმდროინდელი ხელისუფლების გუბერნატორები როგორ დადიოდნენ რუსეთის გენერლებთან ერთად იმ თავიანთი მანქანებით, ხო? მათ შორის სამეგრელოში, ქართლშიც, მოგეთ არ გვინდა ეს კი მე ის მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში და უნდა დავინახოთ როგორები ვართ, როგორ ვიქცეოდით და მხოლოდ აი ლოზუნგებს არ უნდა ვიყოთ აყოლ. ანუ ჩვენი ქცევა ის ნახა ყველა მხარე მიცის ჩვენმა მეგობარმაც, ჩვენმა მტერმაც, ჩვენმა პარტნიორმაც, ჩვენმა არაპარტნიორმაც, რისი თავი გვაქვს ჩვენ და რისი გამკეთებლები ვარ და რამდენ ხანში დაგვამთავრებენ. ეს ყველა მიცის აბსოლუტურად და ამდენად ჩვენ რაღაცა ნაპერწკლის როლი უფრო გვაქვს რეგიონში ასაფეთქებლად, ვიდრე ის რომ ეხა ჩვენ ვინმეს რამე წინააღმდეგობას გავუწევთ, ამ ვინმეს რამეს დაუმტკიცებთ, მაქსიმუმ ჩვენ ერთმანეთი მოვატყოთ რა მაგრები ვართ სამწუხაროდ. ხელსაყრელი ვისთვის შეიძლება იყოს მათი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აი აქ არეულობის დაწყება, თქვა თურქეთი, რუსეთი, ირანი, ჩვენ უშუალო სამეზობლოს გულისხმობ. ხო, საინტერესო ქვეყნები ჩამოთვალეთ, საინტერესო ქვეყნები ჩამოთვალეთ. აი პირველ რიგში ეს ქვეყნები და არა მხოლოდ ისინი გამოდიან მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესიდან და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. აუცილებლად ასე უნდა მოვიქცეთ. მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შევძლებთ ჩვენ რაიმე წარმატების მიღწევას. ზოგადად ვის უნდა აწყობდეს ჩვენს ქვეყანაში არეულობა და უწესრიგობა და ასე შემდეგ, ხო? არაკეთილმოსურნეს, ხო მართალია. პოლიტიკაში სამწუხაროდ ეს ცნებები არ მუშაობს კეთილმოსურნე, არაკეთილმოსურნე ინტერესები. რა ინტერესები შეიძლება გქონდეთ ჩვენთან? თქვათ ძალას, რომელსაც აქვს ინტერესი ჩვენთან არეულობის, ეს რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფოდან უნდა იყოს ძალიან მკაცრად შეფასებული ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. მე გამიჭირდება ახლა კონკრეტულად იმ სახელმწიფოების დასახელება და უბრალოდ უბრალოდ არის ამის დასახელება. რა თქმა უნდა არიან და მუშაობენ ამისთვის და კვლავ იმუშავებენ, იმიტომ რომ ამის ხელშესახებები მაგალითები გვაქვს უახლოესი წარსულიდან, იმიტომ რომ ის რაღაც აქტები, ტერორისტული აქტები, მათ შორის ეს შემთხვევით არ ხდებოდა ჩვენთან და არეულობების ცდელობები, მათ შორის ბათუმში იყო იქ გარკვეული ძალების ხელი ერია და გარკვეული სხვა შორის პარტიებისაც. ეს პარტიები მუშაობენ, ეს გარკვეული უცხოური პარტიები მუშაობენ ჩვენთან. მათ მომხრეები ყავთ, ისინი ცდილობენ ქართულ პოლიტიკაში შემოღწევას, ცდილობები იყო ამისი, აი ამ არჩევნებზეც იყო, მაგრამ ვერ მოახერხეს. მე ეჭვი მქონდა რომ ვერ მოახერხებდნენ და ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ მომხრეების პოვნა მათ ეგონათ რომ გაუადვილდებოდათ, არ გაუადვილდათ და ძალიან კარგი რომ არ გაუადვილდათ. ასე რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენს ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენ სახელმწიფოზე და უნდა ვიცოდეთ რა საფრთხეები გვემუქრება. ამ ცოდნის გარეშე არაფერი არ გამოვა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ უბრალოდ. ანუ ვიცოდნენ ალბათ შესაბამისმა სამსახურებმა, არა ამას ხმამაღლა ვერავინ იტყვის. აუცილებლად და შესაბამისი სამსახურები, რა თქმა უნდა მუშაობდნენ ესეთ პირობებში, სადაც ეს რუსული სიტყვა ხო, საჯაროობისება არ უყვართ სპეცსამსახურებს და ეს სწორიც არის ახლა. საჯაროობით ჩვენ 3 რუსი აგენტი დავაპატიმრეთ 2006 წელს და საჯაროდ და სახალხოდ კინაღამ ლინჩის წესით დასაჯეს ისინი.
ასეთი რამ არ ხდება მსოფლიოში, ასეთი აქციები უფრო დაფარულად ხდება. უფრო დაფარულად ხდება და უფრო მეტი ყურადღება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, უფრო მეტი ყურადღება. აი მაგალითად იგივე თურქეთის სახელმწიფო ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან, მათ სპეციალური წარმომადგენელი ყავთ თურქეთის დიანეთის, ანუ რელიგიის საკითხების სპეციალური ორგანოა თურქეთში. მათ თავისი დიპლომატიური სტატუსი აქვს ამ კაცს და ზის საელჩოში. ჭავჭავაძის გამზირზე. ჩვენ ყავს ჩვენი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ანკარაში ჩვენ საელჩოში ძალიან ეჭვმეპარება. ჩვენ პირიქით გვითხრათ. ინტერესი გვაქვს? წარმომადგენელი რატო არ ყავს? პარიტეტის პირობებზე ხო შეიძლება ჩვენ რა თქმა უნდა, აზიზიეს მეჩეთი თუ არ აშენდება, მაშინ ჩვენ სასულიერო პირებს არ შეუშვებენ, რა კავშირში იყო. ეხლა აი რა საინტერესო საპირწონე დაუყენეს არა საპატრიარქოს, თუმცა კიდევ კაი საპატრიარქო და პატრიარქი მაშინ ამის წინ მე არაფერი არ მაქვს მეჩეთების საწინააღმდეგო, მაგრამ ეს ხო უნდა სჭირდებოდეს ვთქვათ იქაურ მრევლს, ხო არ ყოფნიდეს მეჩეთები. თუ ყოფნის, მაშინ რასაჭიროა კიდევ თავიდან ამისა. აუცილებლად უსისტემოდ არაფერი არ ვარ გაუნდა იცოდეს სახელმწიფომ სად შენდება, რა შენდება, ვისთვის შენდება, ვინ უნდა იმსახუროს იქ და რა უნდა აკეთოს. და ბანდობთ აქ კიდევ არის ერთი მომენტი, მე მეცეს ესეთი თემა, რომელზეც ხმამაღლა საუბარი ალბათ, მაგრამ იქნებ რაღაც მაინც ვთქვათ ძალიან ბევრი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება. ჩვენთან ჩვენს რეგიონში შესაბამისად ამ ყველა სახელმწიფო სპეცსამსახური მუშაობს, ხო, გასაგებია. ჩვენ სპეცსამსახურს აქვს პოტენციალი გამოცდილება, ან თვითონ სპეცსამსახური არის სუბტად ქართული და იქ არ არიან სხვა სპეცსამსახურის წარმომადგენლები, რომ შეძლოს გამკლავება აი ამ საფრთხეებისთვის. ეხლა ჩემი მხრიდან ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იქნება ძალიან არასწორი, იმიტომ რომ აი ერთადერთი პასუხი მაქვს. არ ვიცი. შესაძლებლობა აქვს ჩვენი ზომის ქვეყანას ამის გაკეთების. როგორ არ აქვს შესაძლებლობა, როგორ არ აქვს? ყოველ შემთხვევაში უნდა კონდეს. რატომ არ უნდა კონდეს? აუცილებლად უნდა კონდეს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან საჭირო სამუშაოა ეს. დიახ. აი იქიდან გამომდინარე ბატონ დავით, რაც თქვენ იცით, თქვენი გამოცდილებიდან, ამ ახლო აღმოსავლეთის ცოდნიდან გამომდინარე, რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რა საფრთხეები გვემუქრება? საფრთხე ყოველთვის ემუქრება სახელმწიფოს. სახელმწიფო საერთოდ ცნობილია, ხო, ესეთი რომ მუდმივად იმყოფება ომის მდგომარეობაში. მუდმივად, უბრალოდ ხანდახან თოფს ისვრიან და ხანდახან არ ისვრიან, ამიტომ ემზადებიან ომისთვის. მე ძალიან ფიგურალურად ვამბობ ამას ახლა. არავითარი ომისთვის ჩვენ არ ვემზადებით. არა, რატო ამბობენ ახალგაზრდები? ჩვენ მზად ვარ თავი გამწიროთ და მე მგონი მათ წარმოგიდგენა არა. ომი სახელმწიფოს ბუნებრივი მდგომარეობაა. აბსოლუტურად ბუნებრივი მდგომარეობა, იმიტომ რომ სახელმწიფოებს შორის პერიოდულად ზოგჯერ ხშირად, ზოგჯერ უფრო არახშირად ხდება საომარი მოქმედებები. ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, იმიტომ რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, გეოგრაფიული, ჩვენი მისწრაფებები, იმ ქვეყნების მისწრაფებები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან, მათი ინტერესები, სახელმწიფოებრივი, რელიგიური და ასე შემდეგ, ეკონომიკური მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ყველაფრისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. აუცილებლად. და თვითონ მათ რა საფრთხე ემუქრებათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ხშირად ამბობენ, რომ აი ეს მზად არიან, რომ ევროპულ მომავალს შეაკვდნენ, თავი გაწირონ. მე მაინც ფიქრობ, რომ მათ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ეს რას ნიშნავს თავგაწირვა და შეკვდომა და ეს ნამდვილად არ არის წყლის ჭავლის წინააღმდეგ დადგომა. არ არის ეს სხვა რაღაცა არის კიდევ. აი რა, აი ამ ტიპის საფრთხეზე, რომ რა როლი შეიძლება მიეკუთვნოთ მათ თუ განხორციელდა იმ მხარების ინტერესები, რომლებიც მოქმედებენ ჩვენს ტერიტორიაზე. ვიცით ის ადამიანები, ვინც დგანან რუსთაველის გამზირზე პირობითად, ხო? იქიდან ძალიან დიდი უმრავლესობა გულწრფელი ადამიანია, მე ესე მწამს. მე ესე მგონია. ესე ვიცი, რომ აბსოლუტურად გულწრფელი ადამიანია და არავითარი ქვენა ზრახები და სურვილები მათ არ ამოძრავენ. მაგრამ რა შეიძლება გამოიწვიოს ამან ეს მხარე? აი, რა შეიძლება გამოიწვიოს, ამაზე მათ უნდა ესაუბრონ პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები. მაგრამ პრობლემა ჩვენი ქვეყნის არის იმაში, რომ
ახალგაზრდები და ძველგაზრდებიც მოქმედ პოლიტიკოსებს არენდობიან, მათ დაიმსახურეს ეს და იმიტომ არენდობიან. იმიტომ მას გთხოვეთ თქვენ როგორც პროფესიონალს. არენდობიან და მართლები არიან რომ არენდობიან, მათ ვერ დაიმსახურეს ნდობა, არ იმსახურებენ ისინი ნდობას. მაგრამ ესე იგი ამისთვის რა არის საჭირო ხო მარტივი პასუხი მაშინ უნდა მოვიდეს ახალი თაობა პოლიტიკოსების თავის დროზე მოვა რა თქმა უნდა ან ახალი ჯგუფები უნდა გამოჩნდეს მწირი რესურსი გვაქვს ჩვენ ადამიანური ძალიან მწირი აი ამიტომ ვართ იმ მდგომარეობაში რაშიც ვართ კეთილი ბატონო ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს ჩვენ გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ამავე ადგილას დროებით